რა იყო დიმა შენ სახალ დიანას ვერ პოულობ? ხო, საცოლე. დიმა, გამარჯობა. გამარჯობა, რატომ ხართ მოწყენილები? არ გიხარიათ ჩემი დანახვა? მარიუსა ხედავ. ვაუ, ევა დაბრუნდა. ევა? კოსტა, ეს ხუმრობაა? არაფერი მესმის. დიანა, ეს ისულელი არ გააკეთო, არ წახვიდე სკოლიდან. ხო, დიანა, არ შეხედო ამ თვითმარქვიას. ჩვენ დაგეხმარებით, რომ ის სკოლიდან წავიდეს. გოგოებო, როგორ დამეხმარებით? ის საშინელია, ვეღარ ვიტან. დიმა მას მისდევს, მეათეჯი მე დამცინის, აქ ვერ ვისწავლი სანამ ის ამ სკოლაში დარჩება. მისი ატანა აღარ მაქვს. დიანა, ყოველთვის შესაძლებელია გამოსავლის პოვნა. დირექტორთან მივალ და ვეტყვით, რომ ის დახატული სახით მოვიდა. და მისი გარეგნობა არ არის მოსწავლის შესაბამისი და გააგდებს. გოგოებო, ყველაფერი გავიგე, მაგრამ თქვენ ამას ვერ ხედავთ. დირექტორი არაფერს არ ეუბნება, როდესაც ის საშინლად იქცევა. დიანა, არ მიგვატოვო, შენს გარეშე როგორ ვიყოთ, მეათეჯი ძალიან ამპარტავანი გახდება. ხო და თვითმარქვია თავის წესებს შემოიღებს. არა გოგოებო, გადავწყვიტე, ამ სკოლაში აღარ ვისწავლი. დიანა, იქნებ გადაწყვეტილება შეცვალო. დიანა, ძალიან გთხოვ. არა გოგოებო, აზრს არ შევიცვლი, აღარ დავიტანჯები. მორჩა, დიანა დანებდა. ხო, და სკოლიდან წავიდა. ჩვენ ერთი დიანა გვყავდა, ამის მერე ორი და ახლა კიდევ ერთია. ბედნიერები ხართ მეათეჯი? გიხაროდეთ თუ გინდათ. მე ამ სკოლიდან მივდივარ ერთხელ და სამუდამოდ გასაგებია? დიანა, გთხოვ, არ წახვიდე, არ დაგტოვო, გთხოვ. ეს სკოლა შენ გარეშე შეიცვლება. არა გოგოებო, ხომ გითხარით უკვე ამ ადგილს ვტოვებ? კარგად. კარგად, ჯიჯი. არ გაგიშვებ. კარგი რა, ჯიჯი. დიანა, გთხოვ, არ წახვიდე. არა გოგოებო, გამიშვით. ჯული, რა ვქნათ? ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ. მეათეჯი არ დაგვასვენებს. ხო, და კიდევ დიმა იმ თვითმარქვიას დაყვება. ბიჭებიც უცნაურები არიან. აბა, მეცხრეა. თქვენი ლედი დიანა წავიდა. დაგემშვიდობათ და მორჩა. ეხლა მომისმინეთ, დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და უნდა დაგვემორჩილოთ. ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები და ასევე ახალი დიანა. არჭომ, რომელი ახალი დიანა? ჩვენ ვართ აქ ბოსები. ხო, და მორჩა. ჯიჯი, წამოაქედან წავიდეთ, ამ მეათეჯის ვეღარ ვუყურებ. ხო, ჯული, და ჩვენი დრო სკოლაში ახლა აუტანელი გახდება. სულ ესაა ბიჭებო, ლედი დიანა აღარ სწავლობს ჩვენ სკოლაში. დიმა, რა გიხარიო, ვერ ხედავ, რომ დიანა ძალიან გაბრაზებულია და მშტობებისთვისაც არ მოსულა. დიმა, ძალიან მიგვირს. პირველად ლედი დიანას გაეკიდე, მერე ევას და ახლა ლედი დიანას გულს. ბიჭებო, ქადაგება არ მჭირდება, გადავწყვეტე, დიანას ტყუპი დიანაზე უკეთესია. რა თქმა უნდა, დიმა, დიანაზე უკეთესია, ამაზე აღარ ვილაპარაკოთ. ჯული, ჯიჯი, შეძელით დიანას დარწმუნება რომ დარჩეს. კი, ვცადეთ, მაგრამ ვერაფერი. დაგვერხა, ეს კლონი და მეათეგე, ძალიან დავიღალე მათით. მორჩა დიმა, ახლა შეგიძლია ბედნიერი იყო, აღარ ნახავლედი დიანას აქ. დიმა, ასევე შენი ბრალია, შენ რომ არ ყოფილიყავი ასეთი მოღალატე, დიანა არ წავიდოდა ამ სკოლიდან. გოგოებო, უკვე ვუთხარი ბიჭებს, არ მჭირდება თქვენ ქადაგება, ახალი დიანა მიყვარს. გოგოებო, დამშვიდით, არაფრის ახსნას არ აქვს აზრი. შეხედე ამ გულგატეხილ ხალხს. ხო, დიანამ დატოვა და ახლა ძალიან ჩუმად არიან. ესე იგი, მეცხრეა, დღეს ლედი დიანას გარეშე გვაქვს დისკოტეკა. ამ პარტავანები გახდნენ. მოდი აქედან წავიდეთ, მეათეჯისგან შორს. მეათეგე, ხო არ იცით დიანა სად არის? ყველგან ვეძებ და ვერ პოულობ. რა იყო დიმა, ახალ დიანას ვერ პოულობ? ხო, საცოლე. გამარჯობა დიმა. გამარჯობა. რატომ ხართ ესეთი მოწყენილები? არ გიხარიათ ჩემი დანახვა? მარიუსა ხედავ. ვაუ, ევა დაბრუნდა. ევა? კოსტა, ეს ხუმრობაა? არაფერი მესმის. გამარჯობა დიანა, სად იყავი? ყველგან გეძებდი. დიმა, რა სულელური შეკითხვა, დაკავებულები ვიყავით. დიმა, რას ნიშნავს გამარჯობა დიანა? ვერ ხედავ, თუ საერთოდ დაგავიწყდი. გამარჯობა ევა, შენ მაგარ სკოლაში არ სწავლობ, გვესტუმრე? არა დიმა, ახლა მე აქ დიანასთან ერთად ვისწავლი. ხო, და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთად გაგვეგდო ლედი დიანა ამ სკოლიდან. ამ მომენტიდან დაწყებული ჩვენ ვართ ამ სკოლის ბოსები. რა? ისინი ახლა ერთად ამოქმედებენ? ჩანს რომ ისინი იქნებიან ბოსები. გოგოებო, თქვენ არ ინერვიულოთ, ევას შევხვდები და ყველაფერი კარგად იქნება. არჭომ, არ გამაცინო, მას შენ რაში ჭირდები? ხო, შეხედე ის რა მაგარია. ნახავთ.
ბიჭებო, ვერაფერი გავიგეთ. ხო, ჯერ ეს კლონი, მერე ევაც დაბრუნდა. ხო, ეს საშინელებაა. ჩვენ არ შეგვიძლია მაგორი სატანა. გოგოებო, დიანა აღარ არის, ჩვენ ვადგენთ წესებს. დიმა, შენი წესები კი არა, შვენი. Jana, am გოგოებთან კონტაქტი უნდა დავამყაროთ. ხო, წავედით. მოგენატრეთ მეათეჯი? დიანა, ნება მომეცი ჩანთა დაგიკავო. დიმა, ჩანთა არ მაქვს, ეს საფულეა. მაშინ შენი საფულე მომეცი. არ არის საჭირო. გამარჯობა ევა, ძალიან რთული იყო შენ გარეშე. ეს დიანა, რომელიც დღეს წავიდა, ძალიან ცუდად იქცეოდა. ხო, როგორც კი სკოლა დატოვე, მოვიდა ეგრევე და თქვა, რომ მომისმინეთ ბავშვებო, მე ვარ აქ ბოსი. კარგი გოგოებო, დამშვიდით, ახლა აღარ იქნება ლედი დიანა აქ. ხო, და ახლა ჩვენ ვიქნებით ყველაზე მაგრები. გოგოებო, დაივიწყეთ. თქვენ არ იქნებით ყველაზე მაგრები. ჩემი მეგობარი ევა და მე, ჩვენ ვიქნებით ყველაზე მაგრები. გასაგებია გოგოებო? კი, რა თქმა უნდა, ეხლა წავიდეთ კაფეტერიაში ლანჩის დროა, ჩემ წვენს მოგცემ. ხო, მეც მოგცემ. დიანა, ჩემს ლანჩსაც მოგცემ. ამას ხედავ ჯული, ახლახანს მოვიდნენ ევა და დიანა და მეათეჯი უკვე მაგათთან ახლოსაა. ხო, მათ უნდათ რომ მაგრები გახდნენ. კოსტა, რა უნდა გავაკეთოთ? არტემ, გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ ცუდა მივცეთ ჩვენი ლანჩები, თუ მათთან ბრძოლა არ გვინდა. კარგი მეათეჯი, წავიდეთ კაფეტერიაში. მაშინ შენ ჩვენ გუნდში ხარ. დიანა, ქურთუქს დაგიკავებ. დიმა, არა, არ არის საჭირო, არ შემიძლია საერთოდ. არტემ, რასელოდები, წავედით, წავედით. ჯანდაბა ჯული, რა ვქნათ? ჩვენ წავიდეთ ამ სკოლიდან? ჯიჯი, რაღაც უნდა გავაკეთოთ, თორემ აქ სწავლა შეუძლებელი გახდება. ევას ჩუპა-ჩუპს და მარშმელოუს მივცემ. მას აუცილებლად შევუყვარდები. მორჩა, ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები. დიმა, არ მესმის, რატომ ჯდები? მიდი და ლანჩი რა თქმა უნდა, ევა, მოგიდან. დიმა, ჩემი ლანჩიც მოიტანე. რა თქმა უნდა, დიანა, მოგიდან. Jana, არ დაგავიწყდეს, რომ მათ ჩვენი წვენიც უნდა მივცეთ. ხო. მადლობა, დიმა. ევა, დიანა, აი ჩვენი ლანჩიც აიღეთ. გემრიალად მიირთვით. მართალია გოგოებო. მგონი ესე მალე გავსუხდები. დიანა, შენ ვერ გასუხდები. შენ ყველაზე ლამაზი ხარ. ევა, დიანა, ჩვენს ფუნთუშებსაც მოგცი. სიამოვნებით. ბიჭებო, აქ რასაკეთებთ? თქვენი ფუნთუშები ჯიჯის და ჯულის მიეცით. დიმა, დაწყნარდი. ჩვენც გვინდა ევას და დიანას მეგობრები გავხდეთ. გამარჯობა, ევა, ეს შენთვისაა. მადლობა, არტემ. საიდან იცოდი, რომ ჩუპა-ჩუპსი და ზეფირი მიყვარს? მარტივია, ყველა გოგოს უყვარს ჩუპა-ჩუპსი. კარგი, მადლობა. მადლობა, ევა. გოგოებო, ერთი წუთი დაგტოვებთ. არტემ, რა ხდება? რატომ იეცი ჩუპა-ჩუპსი და ზეფირი ევას? გინდა რომ განსაკუთრებული იყო? რას გულისხმობ? მე უკვე გითხარი, რომ ევა მომწონს და მას შევხვდები. კარგი, ერთად იყავით, მაგრამ გახსოვდეს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სკოლაში ყველაზე მაგრები ვიყოთ. იანა, რა თქმა უნდა, მაგარი იქნები. ევას შევხვდები და ყველას ჩვენი შეეშინდება. მართალია, არტემ. სავსე ვარ, მეც. დიმა, რა მოღალატეა. იცი რა, დიმა? შენ ჩვენ ლედი დიანას უღალატე და ამ თვითმარქვიასთვის ძალიან შეიცვალე. რაო, დიმა, რას ამბობენ? მისმინეთ, არ მადარდებს თაგვები, რას ფიქრობენ ჩემზე. გოგოებო, დაგავიწყდათ, აქ ვინ არის ბოსი? მისმინეთ თქვენ ბოსებო, თქვენ არ ხართ ჩვენი უფროსი. ხო, არ ხართ. დაგავიწყდათ გოგოებო, რომ დიანა და ევა არიან აქ ყველაზე მაგრები? არტემ, ჩემი ჩანთა. კოსტა, გავიქცეთ. ევა! ჯანდაბა მარიუსა, ჩვენ ჯგუფი იშლება. ხო, არტემს ეს ევა უყვარს. არტემ, კარები გაახე. არტემ, გააღე კარი. არტემ, გააღე და დამიბრუნე ჩემი ჩანთა. მე კარებს არ გავახებ, მხოლოდ შენ მოგცემ ჩანთას, ევა. რა თქვა? თქვა, რომ ჩანთას ფანჯრიდან გადააგდებს. დიმა, რა გჭირს, თქვა, რომ მხოლოდ ევას მიცემს. ბიჭებო, მოიცადეთ, მე ვთხოვ, რომ კარი გააღოს. არტემ, გააღე კარი, შემოვა და ავიღებ. მაგრამ აუცილებლად მარტო უნდა შემოხვიდე. კარგი, არტემ, მარტო შემოვალ, აქ დარჩით. არტემ, არიცი აქ ვინ არის ბოსი? ჩემი ჩანთა რატომ აიღე? ევა, მომწონ ხარ, არ ვიცოდი ეს როგორ რა, მეთქვა. ვერ გავიგე? მე ამას სერიოზულად ვლაპარაკობ. აი შენი ჩანთა. არტემ, შენ ძალიან ცუდი არ ხარ. მართლა? წყვილი ვიქნებით? მოიცადე, ესე იგი, დიმა დიანას ხვდება, ბიჭები მეცხრადან ლუზერები არიან. კარგი, მაშინ ვიყოს წყვილი. მართლა? რა თქმა უნდა. მე მომისმინეთ. ევა და მე უკვე წყვილი ვარ. მე რაღაც მესმის? კარგია, დიანა და მე ერთად ვართ და არტემი ევას ხვდება. მისმინეთ, ეს ძალიან კარგი იდეაა. ჩვენ ყველაზე მაგარი წყვილები ვიქნებით სკოლაში. ხო, მეც ეგრე ვფიქრობ. გაიგონე კოსტა, წადი და სკოლაში ყველას უთხრა, რომ მე და ევა ერთად ვართ. და თქვი, რომ მე და დიანაც ერთად ვართ.
კარგი. რატომ გამოვეკიდი ამ ჩანთას? კოსტია, რა ხდება იქ? დაუბრუნა არწიომა ევას ჩანთა? ნეტა გადაეგდო ფანჯრიდან, რომ ევა გაყოლოდა ჩანთას და უკან აღარ დაბრუნებულიყო არა. მის მას ის ფანჯრიდან არ გადაუგდია. სკოლაში ორი მაგარი წყვილი გყავს. ორი მაგარი წყვილი? რა წყვილი? მოიცადე კოსტია, რაზე ლაპარაკობ? ყურადღებით მომისმინეთ, ყველას ვეუბნები, რომ მე და დიმა ერთად ვართ. ხო, ჩვენ ერთად ვართ და მე და ევაც ხვდებით. გასაგებია? კი. ჩვენ ჯგუფი იშლება. ვიცი, ვხედავ მარუსა. დიანა უნდა დავაბრუნოთ. ხო, ჯული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაგისთვის. გოგოებო, მეც აქ ვარ. მეც გოგოებო. წავედით. ბავშვებო, გთხოვთ, დაგვეხმარეთ დიანას სკოლაში დაბრუნებაში. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ დიანას სკოლაში დავაბრუნოთ. დიახ. ხო. უნდა დამიჯეროთ, 3 იყვნენ და მე მარტო ვიყავი. ერთი ისე ჩქარა გაიქცა, რომ თავისი ბოტასიც დაკარგა. არწიომ, რა ზღაპრებს გვიყვები? შეგიძლია რამე უფრო ორიგინალური მოიფიქრო? ეს ხომ არწიომია, გმირი? ჩემი არ გჯერათ? არა უშავს, ვიცი რომ ძლიერი ვარ. კოსტა ეს გესმის, არტემის ზღაპრებს ყვება თავის გმირობას. ხო, თავსი ჩენს გოგოების წინ. დიმა რა გჭირს? კოსტა, ნერვიულობ დიმაზე. დიმა, მარუსა მართლა მოგწონს? ვერ ხედავ როგორ აშტერდება მას. ეი, არწიომ, შეწყვიტე. მარუსას ყურადღებას რატომ არ ვაქცევდი აქამდე? არწიომ, არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა მოყვე, არ მოგწონ ხარ, ხო, ჩვენ სხვა ბიჭი მოგწონს. დიმა, გოგოებო, ერთ რაღაცას მივხვდი. ბიჭები მე-10-ჯიდან და მე-9-დან ისევ პატარები არიან, ისევ ბავშვები არიან. ჩვენ კიდევ ვარსკვლავები ვართ. რა თქმა უნდა, ბავშვები არიან. ახლა დავიჭერ დიმას და ისე დავარტყავ, რომ მეორედ აღარ მივწკენს. ხო, ძალიან კარგი დღე იყო. გამარჯობა ბავშვებო. ისეთი სასაცილო იყო გუშინ თქვენთან ერთად, რომ მთელი დღე ამაზე ვფიქრობ. დიანა, მეც. გამარჯობა დიანა. დიანა, როგორ ხარ? კარგი იყო შენი მგზავრობა სკოლამდე. კარგად ვართ, კარგი იყო. ხო, დიანა, კარგი დღე გქონდა გუშინ. არწიომ, რა გჭირს? დიმა, მოდი არ. მარუსა, პირობა მომეცი, რომ არ დამარტყამ. უნდა გიბრწყინო. დიანა, შეხედე? ხო, დიმა მარიუსას მისდევს. ხედავ გოგოებო. დიანა, გამარჯობა. დაგიჭირე დიმა. დიმა, გამარჯობა. დიმა ისე იქცევა როგორც ყოველთვის თავის ნამდვილი თავი. დიმა, ახლა მე გაკვეცილს გასწავლი. მარუსა, მარტო დამტოვე, ნუ მომსდევ. მე დაგდებ? უბრალოდ ვიდექი, როდესაც მოხვედი და ბწყენა დამიწყე. დიანა, მარუსას რა მეუთხარი? მარუსა, დიანა მიყვარს, ნუ მეტენებ. გიყვარდეს დიანა, მე ნუ ბრწყენ. გამარჯობა დიანა, ძალიან დავიღალია მარუსათი. რა თქმა უნდა, ხედავ დიმა. ვუთხარი რომ დიანა მიყვარს და არ უნდა შემეხოს, მაგრამ მაინც მეხება, მგონი ვუყვარ ვარ. დიმა, ძალიან კარგია რომ მარუსას უყვარხარ, იმიტომ რომ მე აღარ მიყვარხარ. არტემ, გაიგონე? ხო, გავიგე, შოკში ვარ. რას გულისხმობ დიანა? აღარ გიყვარ ვარ? მე? ჯანდაბა დიანა. დიანა, ეს სიმართლეა? ხო, დიმა, რა იყო? მე რა, აღარ მიყვარხარ, შენ რა მეფე ხარ? გაიგონეთ, რევოლუცია იქნება ჩვენ სკოლაში. ხო, დიანას დიმა აღარ უყვარს. მაგარია. იცით, როდესაც დიმა და დიანა ერთად იყვნენ, მე ის მომწონდა. და ეხლა აღარ მოგწონს? არა, საერთოდ აღარ მომწონს. დიანა, ტყუილებს ნუ ამბობ. ისევ გიყვარ ვარ. ვიღაც სხვა შეგიყვარდა? დიანა, ეს სიმართლეა? ხო, გოგოებო და დიმა, აი, ეს არის ჩემი სიყვარული. ძალიან მახინჯია. არტემ, იცი ეს ვინ არის? არ ვიცი. დიანა ვინ არის? ახალია? არა, ახალი არ არის. ამ სკოლაში არ სწავლობს. ეს არის პეიტონი, ჩემი ცხოვრების სიყვარული. გასაგებია? ზარი, წავიდეთ იჩქარეთ. დიანა, ვინ არის ეს პეიტონი? ხო, ვინ არის? ეს ბიჭია გოგოებო. მაგას ხედავთ რომ ბიჭია. მაგრამ საიდან არის? ის ამერიკიდან არის. მასთან წახვალ? ხო, რა თქმა უნდა. ინგლისურს ვისწავლი და წავალ. და მე ჩვენ იქ კი არ ვიცხოვრებ. ჯანდაბა, ეს დიმას და დიანას სიყვარულის დასასრულია. ხო, ეს ვიღაც პეიტონი შეუყვარდა. ფოტო რომ გვაჩვენა დავინახე რომ ძალიან სიმპათიურია. რა არის მასში მომხიბვლელი? არჭემ, ნუ წუწუნებ. მან თქვა რომ ის პოპულარულია. მოდი ვიპოვოთ. ეს არის პეიტონი? რა იყო არჭემ, შენც მოგწონს პეიტონი? რომელი პეიტონი? არ უყურებდი პეიტონს. დაჯექით თქვენ სკამებზე. გაოცებული ვარ, დიანას პეიტონი შეუყვარდა, ნეტა მან თუ იცის. მან ისიც არ იცის რომ დიანა საერთოდ არსებობს. იცით რა გოგოებო, პეიტონი ჩემია. მისი ფანი ვიყავი ძალიან დიდი ხნის წინაც და მზად ვარ რომ დიანას თმები დავაგლიჯო მისთვის. გოგოებო, მეც მისი ფანი გავხდი, პეიტონი.
პეიტონი. დიანა, სულ ტელეფონში რატომ ხარ? დაგველაპარაკე. პეიტონს მივწერე და მის პასუხს ველოდები. რა მიწერე? მივწერე, პეიტონ, ჩამოდი უკრაინაში, შენ პოპულარული ხარ, მეც პოპულარული ვარ, ძალიან კარგი წვრილი ვიქნებოდით. რა მოგწონს ამ პანტონში? დიმა, გაგიჟდი? ყველა გოგოს მოწონს. გასაგებია? პეიტონ, გთხოვ, მიპასუხე, შენ პასუხს ძალიან ველოდები. ბიჭებო, იცით ვინ არის ეს პანტონი? დიმა, უკვე ვიცით, მაგრამ პანტონი არა, პეიტონი. დიმა, ის ძალიან მაგარი არის, ამიტომაც უყვარს ის დიანას. დიანა, შენ ამბობ, რომ პანტონს მიწერე და ის აქ მოდის? არა, დიმა, ჯერ არ უპასუხია, მაგრამ დარწმუნებული ვარ მიპასუხებს და ჩამომაკითხავს. გაიგეთ, მოვა. რა თქმა უნდა, ის მოვა. არტემ, წავედით გარეთ. დიმა, რის გამო? არტემ, საბერფაშოში წავიდეთ, რამდენიმე სიტყვა უნდა გითხრა. წავედით. კოსტა, მასწავლებელს უთხარი საბერფაშოში გავედ. როდის მიპასუხე, პეიტონ? დიანა, აბა მოგვიყევი მასზე მეტი. მეგობრები ყავს? რა თქმა უნდა, მეგობრები ყველას ყავს. აბა ჩვენი გესმის? კი, მეგობრები ყავს. ეტყვი, რომ უკრაინაში ჩამოვიდეს თავის ორ მეგობართან ერთად? კარგი, მივწერ. Yes! დიანა, უთხრა, რომ ორი გოგო მეგობარი ყავს. ერთი ყავისფერთმიანი ყავისფერი თვალებით და მეორე უფრო ქერათმიანი ცისფერი თვალებით. გოგოებო, მივწერე უკვე. იცით რა, იდეა მაქვს. ფოტოს გადაგიღებთ და გავუგზავნი, რომ პეიტონმა თავის მეგობრებს აჩვენოს. დარწმუნებული ვარ მოეწონებით. კარგი, მოდი, ჯული, მოდი აქ. 1, 2, 3. გაგზავნი, მიდი, გააგზავნე, მიდი. მისმინი არტემ, პეიტონი აქ არ იქნება და მე აქ რა შუაში ვარ. არტემ, მაჩვენე შენი ზომა, ხელები, წონა, პეიტონი იქნება, მაგრამ ნამდვილი არა. დიმა, ნუ მაშინებ, რა იდეები გაქვს? არტემ, პანტონად უნდა გადაგაქციო. დიმა, შეიშალე, არ ვარ პეიტონი, მას ნამდვილი პეიტონი უყვარს. შეწყვეტს მის სიყვარულს. მისით იმედგაცრუებული უნდა გახადო. მესმის, გინდა რომ პეიტონი გავხდე. მართალი ხარ არტემ, შენ პანტონი გახდები. კარგი, ისე მოიქცევი თითქოს გიჟი ხარ. კარგი, მაგრამ რისთვის? არტემ, დებილი ხარ, არ მინდა რომ პანტონი უყვარდეს. კარგი, პეიტონად ყოფნისთვის ნივთები საიდან ავიღო? სად? გოგოების გასახდელში შევიხედავთ და ჩაგაცმევთ. წავედით. არტემ, დაფარე კამერა. კარგი. არ გახსნა, არ უნდა გამოგვიჭირონ. აი აქ არის. შეშინებული ვარ, დიმა. შეგიძლია მიატოვო კამერა, წავედით დასაცმელი ჩაგაცვათ. ყელსაბამი. კარგი, წავიდეთ. არტემ, კარგია, ზარს დაელოდე და შესვენებაზე გამოდი. ნასწია, მიატოვე ჩემი ადგილი. დიმა, სხვა ადგილი აირჩიე, სხვაგან დაჯექი, პეიტონთან შეხვედრას განვიხილავთ. ხო, და მისი მეგობრებიც მოდიან. რა თქმა უნდა, ისინი მოვლენ. დიმა, სად არის არტემი? კოსტა, ცუდად იყო და მასწავლებელთან წავიდა სათხოვნელად, რომ სახლში წავიდეს. პეიტონ, ჩემს მესიჯს როდის წაიკითხავ, რამდენი ხანი უნდა გელოდო? როდის კი პასუხებს, თავის მეგობრებს ჩამოიყვანს? ძლივს დასვენება. პეიტონ? პეიტონ, გოგოებო, დამეხმარეთ, ავდგე. პეიტონ, ავტოგრაფს მომცე? ხო, მეც, პეიტონ, ძალიან გთხოვა. აი, აქ, ხელზე შეგიძლია დამაწერო. ჩემი სახელია პეიტონი. ხო, გავიგეთ, რომ შენ ხარ ჩემი სახელია პეიტონი. შეიძლება შენთან ფოტო გადავიღო? არ არის პრობლემა. პეიტონ. არაფერი ახალი, რა მოსწონთ მასში? პეიტონ, შენი ფანი ბავშვობიდან ვიყავი. დრაზე ლაპარაკობ, იანა, ის შენ ხელაა. მერე რა, მაინც ვიყავი მისი ფანი. კარგი. დიანა, კიდევ არ უპასუხია? არა, არ უპასუხია. მოდით, მე მგონი მალე მიპასუხებს და ჩვენ დავისვენოთ. კარგი, წავიდეთ. სხვათა შორის, რატომ უყვირიანი გოგოები? გადით და კითხეთ. უთხარით, რომ ჩუმად იყვნენ. დიმა, არ გუჭირდება შენი რჩევები. პეიტონ, მიდი მიპასუხე რა. როდის მიპასუხებს? პეიტონ! რატომ არ მპასუხო? პეიტონი, ის აქ არის. არ მესმის, მისი მეგობრები სად არიან? დიანა, მას თავი ვინ გონია? დიმა, პეიტონი აქ დიანასთვის ტირილი დაიწყეთ. ნახავთ, ვინ ციტირებს. დაანებეთ პეიტონს თავი. პეიტონ, ბოდიში, ძალიან გიჟები არიან.
პეიტონ. კარგი. პეიტონ, ბოდიში დამოვიწყდა რომ რუსული არ იცი. პეიტონ, ჩემი სახელია დიანა, მიყვარხარ. მე ვარ ნასტია, მე ვარ ჯული. პეიტონ, ამ დიანას არ შეხედო. კარგი. პეიტონ, რას ნიშნავს კარგი? მე ხომ ინსტაგრამზე მოგწერე და შენ აი აქ ხარ, ჩემ ტელეფონის ეკრანზე. დიახ, დიანა. პეიტონ, ჩემი მესიჯები ნახე? პეიტონი უცნაურია, ინგლისური არ იცის? საერთოდ არ იცის. კი, შეამოწმე. არ შეამოწმე. პეიტონ, რა შემოწმება, ინგლისური არ იცი? დიანა, ნათელია, ის პეიტონია, უბრალოდ სხვანაირად აზროვნებს. დიახ, სხვანაირად. პეიტონ, რუსულად საუბრობ? არა, არ შემიძლია, არა. რა? შენ არ ხარ პეიტონი, ბავშვებო, მოგვატყუეს. რა? მოდი ეს ფოტოები წავშალოთ. ხო, რითი გავავსე ჩემი მეხსიერება, იმედია ტელეფონი არ გამიტყდება. კარგად. კარგად. აბა ეხლა, ყველა მითხარით, ვისი იდეა იყო ეს? ხო, ბიჭებო, ვისი იდეა იყო? კოსტია, შენი იყო? თუ დიმა, შენი? გოგოებო, კარგით რა, სულ თქვენთან ვიყავი. დიმა, გააღეკარი. კიდევ რამდენი ხანი გავჩერდები აქ? დიმა, გააღეკარი, მაინც ხომ გამოხვალ? დიანა, არ გავახებ. ისევ გიყვარს პანტო. კი, მიყვარს და არ გავჩერდები. კარგი, შეგიძლია გიყვარდეს, მაგრამ დაიმსახურე, უკეთესი ვარ. კარგი, დიმა, შენ მოგვიანებით დაგელაპარაკებით. იმედია ნამდვილი პეიტონი მოვა ჩემთან. ხო, და მისი მეგობრებიც. კარგად.